მოასპარეზედ ვინ მსგავსო, ცუდნიღა უკუთხმანია, გარდამწყედელი მისიცა ბურთი და მოედანია. ახლა მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა იმ კვეხარა ადამიანებზე, რომ მე ვარ ეს, მე ვარ ასეთი, მე ვარ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ნიჭიერი და ეკვეხიან. აი ასეთების შორის არიან ძალიან ბევრი, რომელიც ამბობს, რომ მე ვიცი ვეფხისტყაოსანი ზეპირად. ძალიან ბევრი იტყუება. ძალიან ბევრი. შეიძლება ზოგიერთმა იცოდა, ადრე ისწავლა, მთელი წიგნი ან რამდენიმე თავი რაღაც და დაასწავლა ზოგადად. მაგრამ მამაკაცებს შორის ხასულა კაცი მამრობით ისქესის ადამიანებს შორის. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ჩემს გარდა არავინ არ იცის ვეფხისტყაოსანი. არავინ. ნებისმიერს დაუმტკიცებ ამას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვიცი, დამიკავშირდეს მესენჯერში და პირად საუბარში რამდენიმე წუთში დავამტკიცებ. სულ რამდენიმე წუთი. შეიძლება იყოს იშვიათი გამონაკლისი და იცოდეს ვიღაცამ. მაგრამ მე მას პირველ რიგში ბოდიშ მოვუხდი თუ იცის და მადლობასაც მოგახსენეთ. მამაკაცებს შორის არ დამიწყოთ თინიცის, მანანამიცის, ეთერმაიცის, ლიამიცის, ნია მამაკაცებს შორის ვამბობ 5 წლის წინ იცოდა 5-7 წლის წინ ვიცი, ბევრი დრო გავიდა. რამდენიმე ქალბატონმა საქართველოში კახეთიდან 3-მა ზანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დაამტკიცეს კონკურსებზე არაერთხელ. ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნეთა კონკურსზე, რომელიც საქართველოში უნდა კერძოდ ახალციხეში ტარდებოდა, ახალციხის უნივერსიტეტში. 3 კახეთიდან, 2 დასავლეთ საქართველოდან. ახლა ვინ იყვნენ ესენი? კახეთიდან მანანა ნესვაშვილი, მაია ელიკაშვილი, თინათინ სიყმაშვილი. ბრწყინვალე, ცოდნე ქალბატონები. დასავლეთ საქართველოდან, ტყიბულიდან, სოფელი ორპირი, ანრო ცირიკიძე, ქალბატონი ანრო ცირიკიძე, და იქვე როგორც ანრო სიტყვებს გამოვიყენებ, ჩვენ საბჭოში შედიოდა უმაგათი სოფელი ჯვარი, თუ ჯვარისა, ჯვარი. ნათელა ლანჩავა. მათი ცოდნენ, არ ვიცი, შეიძლება კი არა, ისეთი სიყვარული ჰქონდათ ამათ ვეფხისტყაოსნისა, სამჯერ შევხვდი მათთან ერთად კონკურსზე. ქალბატონ ანროსთან ერთად 4 ჯერ ვიყავი, დანარჩენებთან 2-3 ჯერ, ზოგთან 2 ჯერ. ვეფხისტყაოსნის ისეთი უდიდესი სიყვარული და დამახსოვრების ისეთი მძლავრი სტრატეგია, კონკრეტულად ქალბატონ ანროს, რომ არა მგონია, რომ დღეს დავიწყებოდეს. ეცოდინება ზეპირად. ზეპირად ამჟამადაც. ხშირად ვწერ. ეხლა წერით აღარ ავწერ, პირდაპირ ეთერებში გავდივარ განსაკუთრებით. TikTok-ზე, ვიდეოებსაც იქ პირველ რიგში იქ ვაქვეყნებდა მე სხვაგან. და ვამბობ, რომ მე ვარ მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცი, ვინც ზეპირად იცის ვეფხისტყაოსანი. დაიწყებინე მანამდე კუპლეტი იცოდა, ყველა კუპლეტი იცოდა, საიდანაც კომენტარებში გინდა შეეკითხო, იტყვის და ესა და არა. ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ზეპირად მცოდნე ბჭყალებში გამომივლენია, რომ სიყალბეს ამბობს. გამომივლენია რა?
შემი ვიცი ზეპირად აქ ახალციხეში, შეხვედრის დროს აცნობს უთქვამს ზეპირად ვიცი. ფერი აქვს თვალსა. კი ბატონო, ჯერავს. მოდი ერთი ნებისმიერ სტროფი შენ თქვი, გინდა ერთი ორი სიტყვა, ერთი ტაიპი, ერთი სიტყვაც და მე გავაგრძელებ. და მე ვიტყვი და შენ გავაგრძელებ. ისე დამთავრდა. არ იცის ჩაიჭრილი 100%-იანი. ამ კითხვის მერე უკვე კითხვა შექმნა ნახევარი ვიცი და ნახევარი დამავიცდა. რაც ნიშნავს ნახევარი დაგავიცდა. აქ ჩიპი რო გაგჩადმული ის ნახევარი ამ ჩიპში იყო. ის მეორე იქად ეს წაიშალა და გავიწყდა ნახევარი. იმ ნახევრიდან შევეჯიბროთ. იმ ნახევრიდან გამეცემ კითხვაზე პასუხი. ესე დამთავრდა. თვითონ ვიარცელებენ ტყუილს. რაიონში იმდენად აფცელებენ თავიანთ რაიონებში, სხვადასხვა რაიონებში ტყუილს რო ვიცი, აჯერებენ ყველას აბსოლუტურად. ახლობენ შინაურს ყველას. და მერე რომ რაიონში კონკურსში მონაწილეობას ეთხოვენ და გამოგზავნეთ ვინმე, თვითონ უღიარებიათ. ჩამოსულან აღარ დავასახელ გვარს არც სახელს მახსენდება რაიონები, მახსენდება ქალის, კაცის გვარი და რამდენიმეს უთქვამს. ავი გონიათ რომ მე ვიციო ზეპირადაო აი კონკურსში გამოსვლის წინ და აქ როგორ არისო ცხრათი პროფესორი ზის უნივერსიტეტის თბილისიდან მოწვეული ახალციხის უნივერსიტეტის წიგნებია გადაშელი და წაგიკითხავენ რამდენიმე სიტყვას და გააგრძელე საიდანაც უნდა ვაიმეო მე კი მეგონაო რაც მინდა ის უნდა წავიკითხო ჩემ პირში რომ იმიტომ გონიათ რომ იცის და იტყვევენ და გაზდით ეს ტყუილი და რა ვქნა ეხლა რა უნდა ქნა არაფერი არ უნდა გამოხინე ერთი ორმა დამიჯერა მართლა არ გამოვიდა ერთი გამოვიდა არ ვიცი რამდენ პირველ ეცდაზე თუ მგონი პირველ ეცდაზე გავარდა თუ მეორე ეცდაზე ვერ იტყოდა იმიტომ რომ ტყუილი იყო ასე რომ ნებისმიერს შევეჯიბრები ვერცხლისწყალოსნის ზეპირად ცოდნაში სანაძლეოდ ჩამოვდივარ მთელი ჩემს იმდიდრეს რაც ჩემს სახელზე არის გამოცემული მე მამაკაცებს ვარ მამაკაცები ქალებთან ვიციან იცოდნენ და ამჟამადაც ეცოდინებათ ჩამოვდივარ მთელ ჩემს იმდიდრეს მამაკაცებთან ამრობითის სქესის ადამიანებთან და არ უნდა იქ შეკრება აქ ისა იმის ჩატარება რაღაცა პირისპირ ერთ-ერთში მესენჯერში თუნდა არც არავინ არ დაინახოს ეს და მესენჯერში დავსხდეთ და პირისპირ ვილაპარაკოთ ვერ მომატყუებს გინდა 10 დამხმარე ყავდეს იქიდან ვერ მოასწრებენ წიგნის გადაშლას გადმოშლას იქ და მე გეტყვით ერთი სიტყვაც რომ დამისახელოთ იქიდან დავიწყებ იმ სტროფს გავაგრძელებ რომელიც სიტყვითაც ეს იწყება ეს სტროფი იწყება ნებისმიერი ერთი სიტყვითაც აღვადგენ და ამიტომ ვაქვეყნებ ხშირად მე ვარ ერთადერთი მამაკაცი და ეს მინდა რომ გამოვიწვიო გავაღიზიანო ასეთი ხალხი ხო და მე ნატრა ერთი რომ ხშირად ჩატარდეს ვერცხლისწყალოსნის ზეპირად ცოდნათა კონკურსი და მთავარი ნატრა რომ გამოიცეს წიგნი მე ვიცი ჩემი წიგნის მიხედვით ზოგში მეტია ჩემში 1662 სტროფია და ამ 1662 სტროფზე დებ ნიძლავს თან ნაკრებია სხვადასხვა წიგნების გაერთიანებული დაწყებული 78 წლიდან